ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიომსმენელებო, ქრისტე აღსდგა, ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში სტუდია ნომერი 8-დან ვიქნები მე, ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. თქვენ პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ დარეკოთ რადიომსმენელებისთვის გავიმეორებ ნომერს 557 88 ტელემაყურებლებისთვის მოცემულია ნომერი და შეგიძლიათ დარეკოთ თქვენი აზრი მოგვახსენოთ მიმდინარე პროცესებზე, რა ხდება მსოფლიოში, ქვეყანაში, თქვენი მოსაზრება და თქვენი აზრი ჩვენთვის ნამდვილად საჭიროც არის და აუცილებელიც არის, რომ ვიცოდეთ რა ხდება საზოგადოებაში, რა პრობლემებია და როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემები გამოვასწოროთ. ამ საკითხებზე ვისაუბროთ და შეიძლება პოლემიკაში შევიდეთ და ერთმანეთთან ვისაუბროთ ამ თემებზე. ეხლა რაც შეეხება ძალიან დიდი ამბავი მოხდა, ეს არის ქრისტეს აღდგომა, უფალმა კიდე ერთი წელი მოუქცა, ცეცხლი გადმობძანდა და უფლისგან უნდა იწყებოდეს ახალი ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება, ისე მიმდინარეობს ის პროცესები, რაც იყო ამდენი წლებია, დაპირისპირება და გახლეჩვა ქვეყნის საზოგადოებაში გაყოფილია ორად გაყვეს ამათმა ესე დაადგინეს, რომ არიან ნაცები და ქოცები და მინდის ამათ შორის რაღაცა სისულელე, რაღაცა ბრძოლა, რომელიც არც საზოგადოებას და არც ქვეყანას არ წაადგება, პირიქით ჩვენ უკან და უკან მივდივართ და პროგრესი არაფერში არ აჩანს. ერთადერთი რაც არის, რომ ბანკები მდიდრდებიანო და მსოფლიო ბანკი ამას რა თქმა უნდა ახალისებს, რომ მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ პროცენტები ჩაერიცხოთ მათ, მდიდრდებიან ბანკირები, მდიდრდებიან ის ხალხი, რომელმაც მოიპარეს თავის დროზე ბიუჯეტი, მოიპარეს და თავის საქმეებს აკეთებენ და არა ხალხის და ქვეყნის და ისინი მდიდრდებიან, ხალხი კიდე ზოგი გარბის ამ ქვეყნიდან, რომ თავს უშველოს და ოჯახს მიხედოს, ზოგიც, რა ვიცი, აი უსახსრობისგან აღარ იცის რა გააკეთოს, თვითონ ხელფასებს იმატებენ, თვითონ კეთილდღეობისკენ, თავის პირადი ცხოვრებისკენ დღითი დღე უკეთეს მდგომარეობაში მიდიან და საცუდავ პენსიონერებს რაღაც 20 ლარს უმატებენ და ეს სასაცილოა, იმიტომ რომ წამალი ისეთი ძვირიღის და ისეთი ძვირიღის თვითონ პროდუქცია შეიძლება კიტრი და პამინდორი 10-15 ლარი ღირდეს ქვეყანაში, სადაც შიმშილია და გაუსაძლისი ცხოვრება და მე არ ვიცი რას აპირებენ, რა უნდათ, მარტო იმიტომ რომ ხელისუფლებაში იყვნენ და ამისთვის ბრძოლა და ამას შესწირონ ქვეყანა და ქვეყნის კეთილდღეობა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია და მიუღებელია. გაყვეს ქვეყანა ორ ნაწილად დაყოფილი. ნაცები, ქოცები გაყოფილი აქვთ. ბიზნესები, საბანკო სისტემები, სასაფლაოდან დაწყებული ყველაფერი გაყოფილი აქვს და მეორე მომენტია, რომ ეს ყველაფერი არის უნისონში არიან ერთმანეთში, მხოლოდ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე ვითომ აქვთ უთანხმოება და საზოგადოების დასანახად, თორე ისე არაფერი არ აქვს გასაყოფილი. გაყოფილი აქვს. გაყოფილი აქვს, რა თქმა უნდა, ის ბანკი ერთისა, ერთი მეორე ბანკი, საქართველოს ბანკი იქითა, ლიბერტი ამათი, ანუ რაღაც სხვადასხვა საკითხები და მინდა უბრალოდ აი სოციალურ საკითხებს გარკვეულწილად შევეხოთ. ირაკლი და მოდი ჯერ ორი სიტყვით ვთქვათ, სოფლიოში რა ხდება? კი ბატონო. სიმართლე გითხრათ, არაფერი არ ხდება, აგერ ტრამპის წარმომადგენლები დადგნენ იმის წინაშე, რომ ის რაც
შეპირდნენ ხალხს, რომ ამ ომის დამთავრება, რაღაც პრობლემების გადაწყვეტა ვერაფერი ვერ მოახერხეს. შეიძლება ამერიკაში რაღაცები აღმოფხრეს ეს რასაც ეძახიან ამ ომის პარტიას თუ deep state თუ რაღაც, მაგრამ ევროპაში ვერაფერი ვერ ქნეს. ევროპა ისევ იმ პოზიციაზე დგას და ეს რუბიო გამოდის და განცხადებას აკეთებს, რომ ეს ომი უკრაინის და რუსეთის ომი ჩვენი ომი არ არის და საერთოდ მივატოვებთ თუ ვერ გადავწყვიტავთ ამ პრობლემებს. ანუ ისინი უფრო კონცენტრირდებიან ამერიკის ინტერესებზე და შიდა ლაპარაკი ფულზე. ხო, შიდა იმაზე. იქ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა შენ წარმოიდგინე ეკონომიკა ისე დაიქოქა, უკრაინის ომის დამთავრების საკითხი დამოკიდებული ხდება იმაზე, რასაც ითხოვს 500 მილიარდის წიაღისეულის, თლიანი წიაღისეულის აღება უნდა ამერიკას. ამერიკა ვაჭრობს ამით. არა, უყურე რუსეთის თავის პრობლემებს, თავის პრიორიტეტებს ასახელებს, რომ ის ტერიტორია, რომელსაც ვიომე, რა თქმა უნდა, დამრჩეს, უნდა აღიარო ყირიმი, უნდა ეს მთელი ტერიტორიები და კი არ უნდა გაყინო ომი. არამედ უნდა დამთავრდეს. ანუ ხელშეკრულება უნდა დაიდოს, იქ ტაკიმასხარას აგულიანებენ ევროპელები, იმიტომ რომ იმათ არ აწყობთ ომის დამთავრება, იმიტომ რომ ჯერ კიდე ფულები არ უშოვიათ, ამ ომში ძალიან დიდი ფული იშოვება და ყველა ხელს ითმობს და რა შეადარდებთ, რუსი მოკვდება, უკრაინელი მოკვდება, თუ ვინ მოკვდება, იმათ დარდი არ არის. დღეს ახლა ის გერმანელები რაღაცა სისულელეს იძახიან, ტაურუსები უნდა მივცეთ თუ ეს ფრთოსანი რაკეტები, რომელიც 500-დან 1000 კილომეტრამდე მანძილს ფარავენ, რომ ყირიმის ხიდი ავაფეთქოთო. ნუ ეგეთი სისულელე და იქ ზახაროვა გამოდის და მუხარას ეუბნება და უყურე როგორ იმან ტაკიმასხარამ დაიწყო ისრაელიდან შესყიდვა ვაქცინის, რომელიც მისი იადერნი აფეთქების შემდეგ, რომ ეს ვაქცინა 6000 კაცზე არის გათვლილია. მე არ ვიცი ახლა 6000 კაცს უნდა უშველონ ატომური ბომბის აფეთქების თუ რა არის ეს, რა მანივრია არავინ არ იცის და რატო ფულს ათეთრებენ თუ რა ხდება ვერ გავიგე და ორი მომენტია ალბათ. ნუ რა 6000 კაცი რა არის? 6000 კაცი ახლა ისეთი ის არის ხო ციფრი, შეიძლება ნუ მე მეტიც იყოს შეიძინონ და ალბათ ფულის გათეთრება. ან და რას ელოდებიან რომ რუსეთი დაარტყამს? ხო, ან რუსეთი ალბათ უნდა დაარტყას ატომური ბომბით, ან თვითონ უნდა აფეთქონ ზაპოროჟიეს ატომური სადგური. აი ეს ორი ის არის ხო და არ ამგონია რომ რუსეთმა ატომური იარაღი გამოიყენოს ამ ომში. არ არის ეს ომი ისეთი რომ რაღაცა მასობრივი განადგურების იყოს, ეგ არის ესეთი ოპერაციები, როდესაც მოსახლეობას თან ჯერ კიდე რუსეთს არც უთქვია და არც იძახის რომ ეს არის ომი, ეს არის არც გაერო არ ამბობს კაცო ეს ომი, ესაა ოპერაცია, სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ომი არა აქვს დარქმეული ამისთვის და ამიტომ ვფიქრობ რომ ეს უფრო რაღაც კიდევ ერთხელ გარკვეულწილად რაღაც ფულის შოვნის გარკვეული საშუალება, ტაქტიკა იყო ამათ მხრიდან, აი ამ კომედიანტის მხრიდან, აი წეგან შენ საუბრობდი ირაკლი, აი ამ საკითხ ამერიკის რუსეთი იძახის ხომ, აი ვისთან უნდა დავჯერ, ისინი ამ ადამიანთან არ დაждდებიან მოსალაპარაკებლად. ეს ხო არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს, იმიტომ რომ ვადა გასული აქვს რეალურად, გასულია მისი ვადა და ამიტომ ისინი არ აღიარებენ და იძახიან რომ მე კი ბატონო, მაგრამ იყოს ნორმალი ის ხალხი, ვისთანაც შეიძლება დაждდომა და დავილაპარაკეთ. აი ეგ სიტუაცია არის მაგ ახლა რაზე მიდის საუბარი რომ უკრაინა უნდა დაიშალოს როგორც სახელმწიფო, რუსეთი წაიღებს ამ აღმოსავლეთის მიწებს, რისთვისაც იომეს, იქ დასავლეთში უკვე პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი მზად არიან რომ თავისი ძველი ტერიტორიები რაც საბჭოთა კავშირმა წამოიღო უკრაინაში ის წაიღონ და დანარჩენი რა ვიცი რა დარჩება იქ კიევის ოლქი თუ რაღაცა დარჩება უკრაინა, იმიტომ რომ
იქ ვერ შეიქმნა სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა უკრაინა ვერ ჩამოყალიბდა როგორც ერი და მთავარი პრიორიტეტი რაც იყო მართლმადიდებლობა დაანგრიეს გაანადგურეს მართლმადიდებლობა და დღეს რაღაც სატანასთან არიან წინაყარი და ამითი ის შეასრულეს რაც დავალება ჰქონდათ იმ deep state თუ რაღაცა ჯანდაბის ორგანიზაციიდან და თვითონ ქვეყნის არსი მე არ მგონია ვინმე სადარდებდეს იქა ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და ხო არა ძალიან ძნელია იცი აი ეს ამერიკაც არაპატიებს იმ ფულებს ყველაფერს ამოიღებს არავინ არაპატიებს ჩვენ გონია ევროპა აპატიებს არაპატიებს ევროპა უნდა უფრო და მეტი რომ მისცეს რომ მეტი წამოიღოს იმაზე მეტი წამოიღოს გაცილებით მეტი და ხა არ არის არავინ ისეთი მიამიტი რომ შენ რაღაცას გაძლებს ხო გაძლებს რაღაცას მაგრამ ის ელოდება შენგან მეტის აღებას. აი ეს არის აქ ჩვეულებრივი მომენტია. ერთი განცხადება უნდა გავაკეთოთ, ზურავ წერეთელი გარდაიცვალა. მინდა მივსამძიმროთ მის ოჯახს და ახლობლებს და ძალიან საქართველოს ესეთი წარმატებული ადამიანი, რომელიც არა მარტო საქართველოში და საბჭოთა კავშირში მსოფლიოს ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა აგრეთვე პანტიფიკი რომის პაპი მასაც სამძიმარს გამოუცხადებთ იმიტომ რომ ეს ადამიანი ცოტა ესეთი რეფორმატორი იყო რომელსაც არ მოსწონდა ის რაც ხდებოდა ამ მასში თვითონ რომის რეზიდენციაში ვატიკანში გვინდა სამძიმარი გამოუცხადოთ და კიდე ერთი მინდა ჩემო კარგებო გითხრათ ჩვენი ძმა და მეგობარი ჩვენი ლევან ჩაჩუა ნამდვილი ვაჟკაცი ნამდვილი ქართველი ნამდვილი რა ვიცი მებრძოლი ქვეყნისთვის ყველასთვის დღეს ცოტა კი არა კაიგვარიანად ჯანმრთელობა შერყეულია ის არის საფრანგეთში მე მინდა მივმართოთ ყველას ვისაც გაქვთ საშუალება მის ანგარიშზე ჩარიცხოთ იმიტომ რომ მას არ აქვს იმის საშუალება არ არის ადამიანი რომელსაც რაღაცა ნაშოვნი აქვს ამ ქვეყანაში სულ ბრძოლაშია სულ სიყვარულშია ქვეყნის და რომ ფინანსურად დაეხმაროთ ვისაც საშუალება გაქვთ ღმერთი შეგეწევათ და ღმერთი დაგლოცავთ მის დახმარებისთვის ეხლა რა ვქნათ რომ სოციალური მდგომარეობაც იგივე სტაბილურად მიედინება ქვეყანაში არაფერი სიკეთი არ ხდება ჯერ იმას არ გვიხსნიან რომ 6 მილიარდი უნდა შემოვიდესო არაბეთიდანო აი ეს 6 მილიარდი სად უნდა დაიხარჯოს როგორ უნდა დაიხარჯოს რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს რომ გონიოში რომელიც ისედაც უკვე მე მგონს მუსულმანურია უკვე კიდე იქ და თბილისის გარშემო წრე დაარტყან 6 მილიარდად ჩემო კარგებო ნახევარ საქართველოს იყიდი დღეს ისე გაჭირება ამ ქვეყანაში რომ 6 მილიარდად და ისინი არც ქარხნებს ააშენებენ არც ფაბრიკებს და არც საწარმოებს ისინი ტერიტორიას იყიდიან დასახლდებიან თავიანთ დროშას აღმართავენ და რაც საქართველოს იბრძოლა იმისთვის რომ ხმლით და თოფით და რა ვიცი ყველაფრით რომ ეს არ მომხდარიყო დღეს ფულით უნდა მოხდეს რომ დაგვიპყრონ და მოვიდნენ და დასახლდნენ ამ ქვეყანაში და რა მე შედეგი რა ხალხს ამე მოემატება ამითი არაფერიც არ მოემატება პირიქით ვინც ხო არა იმ 6 მილიარდზე საუბრობ არ მგონია რომ მიქედა იხეირებენ ისინი ვისაც ჩვენ მოსახლეობაზე ზარია გისმენთ საღამომშვიდობისა ბატონებო საღამომშვიდობისა ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად აღსდგა ბატონო მე ასე მგონია რომ ივანიშვილმა საქართველოს ორ ნაწილად გაყო ისინი ვინც ფულის შოვნა შეუძლია და იმათ ვინც ფულის შოვნა შეუძლია
ისიც არ აქვს მნიშვნელობა რა გზით იშოვნიან ისინი ფულს, კანონიერი გზით თუ როგორ. აი ახლა თქვენ საუბრობდით ინვესტიციაზე, 6 მილიარდიან ინვესტიციაზე, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თბილისის გარშემო და გონიოში აშენდეს ბინები. თქვენ წარმოგიდგენიათ 6 მილიარდად რამდენი სახლის მშენებლობა შეიძლება? ნახევარ საქართველოს იყიდიან ქალბატონო მაგ 6 მილიარდით. დიახ და აი ამ სახლის მშენებლობებს რამდენი ცემენტი და ქვიშაცემენტი სჭირდება ესეც თუ ვიცით. და ცემენტი ვისი ბიზნესია ბატონებო? ნუ ჩემი არ არის ვიცი და აი რატომ სჭირდებათ ეს 6 მილიარდი? ეხლა ინვესტორი მასალებიც ვისი არის, ისიც კარგად ვიცით, მაგრამ ისინი ოცნებაში ჭანჭიკები არიან და იმიტომ მათ სახელს არ დავასახელებ და ვამბობ მხოლოდ ივანიშვილზე, რომელიც ასე თავის გმაზე გვატრიალებს ნებასურვილზე მთელს ერს და ხელს თუ არ გამოუხიზლდები და მის ქველმოქმედებას თუ ჩვენ ესე იგი გავაკრიტიკებ და უმადურად ჩაგწვლიან, ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმე, რადგანაც მათთვის ბიზნესი, პოლიტიკა და ქველმოქმედება ეს ერთდე იგივე ჯაჭვია, ერთმანეთთან გადაბმული. აი ისე აზროვნებენ ისინი და იმიტომ ვარ დღეს ასე მდგომარეობაში. კარგად გზამდებოდეთ. მადლობა ზარისთვის ქალბატონო, კარგია რომ ესე ჯანმრთელად და ესე ჯანსაღად საზღვრავთ. ჩვენც რა თქმა უნდა მაგ პრობლემებს საუბრობთ. ცით რაშია საქმე ახლა უმადურობა მართლმადიდებლისთვის ძალიან დიდი ცოდვა. ნუ რაც აქ ადამიანს გაკეთებული სიკეთე იმას არ უკარგავთ. ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ ამას რო გადააჭარბებ არაკეთილი საქმეებით უკვე სხვა განზომილებაში გადავდივართ. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს ქალბატონო. თქვენც ხო იცით აქაური ხართ და იცით რომ გაიხიკა ხალხი ახალგაზრდობა გენოფონდი გადის არ მრავლდებით ჩვენ მრავლდებით აი სომხების, აზერბაიჯანელების, სხვა ერების ხარჯზე ჩამოწვეთ და ეს ითვლება რომ საქართველო დემოგრაფიულად მატულობს. ქართველი ერი არ მრავლდება, ჩემო კარგებო და ეს არის უბედურება და ამას ხელს უწყობენ ეს ხალხი, რომელიც ან გააზრებულად, ან გაუაზრებლად თუ როგორც არის ეს პროცესი მიდის და მე არ ვიცი სადამდე მივა. ბოლოს აღარ დავრჩებით ამ ქვეყანაში ქართველები და როგორც სინგაპურში ცხოვრობს 85% ჩინელი და სინგაპური ქვია, ისე დარჩება საქართველოს. ქართველი არ იქნება. მოусმინოთ და გისმენთ ქრისტიან. ალო. დიახ. დიახ. ისაუბრეთ. ახლა ქალბატონი სამომძლეობს და თქვენ დაეთახმეთ რომ 6 მილიარდი შემოდის და რაში დაიხარჯება და საქართველოში ხალხი გადახდება. ის 6 მილიარდი რო შემევიდეს და ადრასამდეს ხო იმაზე მეტი გაიქცება საზოგადოება, საერთოდ შეიძლება საქართველოს მოსახლეობიდან წარმოიდგინეთ. იმ შედარებას არ მატულაუდა. სანადი უნდა, ხეში უნდა, ისა რამდენი 1000 ადამიანია დასაქმებული იმაში. ამას უამბობს ადამიანი, იმას საერთოდ გაგებაში არის იმაში. აბა წარმოიდგინეთ, ასამებიდეს 6 მილიარდი. რამდენი ქართველი გაიქცება სამუშაო წარსა. აი, მადლობა ზარისთვის. მადლობა ზარისთვის. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ცით როგორ არის, ეს შეიძლება დღეს ეს ალმატურა და ის წავიდეს, მაგრამ შედეგი რა იქნება, ჩემო კარგო? 6 მილიარდად აშენდება ბინები, ჩამოსახლებული მარტო ბინები, სახლები სასტუმროები, რაღაცები და აქ ინფრასტრუქტურა, აი იგივე სახლები აშენდეს, არა ვართ ჩვენ საქართველოს მოქალაქე არ არის იმ დონეზე, მისვლო ის შეიძლება. როგორ შეიძლება კაცო ის თავისთვის აშენებს და ჩამოასახლოს აქ თავისიანები და ეხლა ჩვენ თუ დავხარბდით
30 ვერცხლად გავყიდეთ ეს ქვეყანა არაფერის შედეგი არ იქნება ჩემო კარგო ერთი დღე რო საჭმელი ჭამო მაგისთვის თუ მზათა ხართ რო ყველაფერზე წავხვიდეთ მე ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ ეს ქვეყნის გაყიდვა ქვეყანას ისინი რო იყიდიან იქ თავის დროშას ჩაარჭობენ და იქნება არაბეთის რესპუბლიკა არაბებს მთელი აღმოსავლეთი არაბებმა გამუსულმანეს გარდა საქართველოსი საქართველო იყო ერთი ციტადელი რომელმაც დაამსხვრია მათი გამუსულმანების საქმე და დღეს თუ ფულით შემოვიდნენ ეს ნუ დახარბდებით იმიტომ რომ არ შეიძლება ცოტა გრძელვადიანად უნდა შეხედო სიტუაციას დღეს ჯობია ცოტა მშიერი იყო ადამიანი ვიდრე მე თავბედი იწყევლო რომ ეს რა მოუგიდაო და ამიტომ ჭირდება ჩვენ ნიჭიერი ხელისუფლება რომელიც ამას განსაზღვრავს რაში გჭირდება იმიტომ რომ იქიდან 6 მილიარდიდან 1 მილიარდ ჯიბეს ჩაიდებენ ამიტომ ჩვენ უნდა გავწირონ და არ შეიძლება ამის ესე ზერელეთ შეხედვა ზარია გისმენთ გაითიშა ამიტომაა საჭირო რომ ხელისუფლებაში ყავდეს ის ადამიანები ვისაც უყვარს ეს ქვეყანა ხო შეიძლება კი ბატონო მე წინააღმდეგ კი არა ვარ რომ შემოვიდეს ის 6 მილიარდი მაგრამ რისთვის შემოვიდეს ჩადე რა იგივე სოფლის მეურნეობა შესაძლოა ქარხნები ააშენონ ფაბრიკები ააშენონ ის სადაც ხალხს დაასახლებენ წარმოებები გახსნან ის გააკეთონ მაგრამ არა აკეთებენ სწორედ იმას რაც თვითონ განსაზღვრულია იმისთვის რომ თავისი ხალხი ჩამოათესლონ აქა და დაასახლონ და ზარია გისმენთ ქრისტიანკა ჭეშმარიტად მე გეთანხმებით ბატონებო ქარხანა აგვესუნებინა ფაბრიკა აგვესუნებინა და არა უკვე ასეთი მასიური კორპუსები ურავად რა თქმა უნდა ეს არის ასე რომ უნდა აჩენონ რასაქმება თუნდა ქართველ ხალხის ვინმეს უნდა აჩენოს ფაბრიკა და ქარხანა სადაც ხალხი იმუშავებს და დასაქმდება იმ კორპუსებში ვინმეს და ვინაც ვისიფიქნება ეს მომდებიანი აი ის განსაზღვროს მეორეს დღეს ალბათ მოუწინოთ ჩვენ საინფორმაციოს და გვეუბნებიან რომ მესამე ქვეყანა ვარ თქვენ სიმიაფი გაზრდი ცხოვრების ზონით და ასე შემდეგ თქვენ სოფიომ გვაღიარა და უბრალოდ ამისნათ როგორმე რომელელი ზონი აიციათ რომ მესამე ვარ თქვენ სოფიოს ინტერნეტზე საინფორმაციო გადმოსცემს ამას და მეორე პენსიური და ყველა ავებს თითოეული ორგანიზაცია და გვაღაჩაღებს ეხლა მეგეთზე ფილაინი რო იყო ალბათ ისე რაღაც კეთილი რაღაც იყო ესე უამრავი რეკლამას ვინცვამ იმაზე ვერ წაგვიქცია ვერ ვინახია ინტერნეტ გვაჭრით ნახევარზე და მიავთავისი აქამდე იყო ესე მოგდიოდა როგორც შეფოთნებები ეხლა გვიწვნენ პირდაპირ ინტერნეტზე და მიავთვენი კაპიტეთის უძევ პენსიონერები აი პირდაპირ ყათაღობა და არავინ ვიცია რატო არ აქცევენ ყურადღებას ხოდის და ტალენტით არ იყოს როგვაჭამის და სად იყო კულტურული იმდენი წელი სად არიან ვისუყურებენ ისეთ რეკლამებია სულ ტელეფონთან თქვენია ისეთ რაიმეს თქვანო ეს ამორალურს აბსოლუტურად მაპადიეთ ასეთი მაღალისის ამ ძირფას დღეების დროს მაგრამ უკვე ამოვიდა პერსიგრინს გამოვედი რომ თქვენთან მაინც გასწრება და თუ საქართველოს არსებობა უნდათ არაბები თუნდაც რაღაც წარმოება შემოიტანონ და არა მასმისი კორპუსები კი ბატონო შემოვიდეს არაბი და საქმე წარმოება თუ აქვს ესეთი რაიმე თუ არა ვისაც აქვს ისეთი მოგიყვანოთ მადლობა ზარისთვის ქალბატონო ჯანსაღი აზროვნება ყოველთვის საჭიროა და უნდა ეს აზრი აი თქვენ რაც გამოთქვით უნდა საზოგადოებას უნდა შეექმნას ეს აზრი რომ ესე არ შეიძლება ვერ ვიცხოვრებთ ესე იცით ვიღაცას ვემათხოვროთ ფული და მე ეხლა ისე კი არ გამიგოთ არც ფაშისტი ვარ არც ნაციონალისტი არც ისა მაგრამ უყურეთ როგორ არის
ჯგროდ დადიან უკვე პაკისტანელები, ინდოელები, ეს აფროამერიკელები გაივსოს, აი ინსტიტუტებთან მიხვალთ, აი თუ გინდათ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიდით, ნახეთ, თუ ერთ ქართველს ნახავთ. სავსეა, მე ეს ხალხი აქ რჩება, იმიტომ რომ იაფი აქვს ცხოვრება, აქ მშვენიერი კლიმატი, აქ ყველაფერი კარგია და ქართველები გარბიან, პირდაპირ გარბიან, ოღონდ სკოლა დაამთავრონ, ინგლისური ისწავლონ და წავიდნენ საზღვარგარეთ. ზარია გისმენთ? მოგესალმებით ბატონებო, ქრისტე აღდგა. შეშმარდეთ. მე მინდა იმ ქალბატონის იმას გამოვეხმაუროთ, ეხლა რო იყო წინ გამოსული. გისმენთ. იცით რა არის? აი ეს 112-40 თეთრი რომი აქვს წრეში ერთხელ. მე მინდა მათ გასაგონად თქვა, ვინც იღებს, რა ვიცი, მთავრობისა 112-ის არ ვიცი. ესე იგი, რამდენჯერაც ჩავრიცხავ ტელეფონში იმას წუთებს რო ვყიდულობ, იმდენჯერ მიაქვს 40 თეთრი. რამდენჯერ დავრეკე ოფისში, დავრეკე ოფისში, დავრეკე 112-ში და ესე ამბობენ, მია ჩვენ არ გვეხება, ჩვენ არ გვეხება. აბა ვის ეხება? ჩვენში მე ვიცი რომ 40 თეთრი ერთხელ უნდა აიღონ და არჯერ აღება, რამდენჯერაც წუთები ვიყიდო. შეიძლება ეს უთოფო ყაჩაღობაა, კაცო, ვერ გავიგე. არა, როგორც ვისით, ხალბატონო, დენის გადასახადს რო იხდით, 1.8% მიაქვს მას გადასახადს. ეს როგორი რაღაცაა, იცით, ხო იხდი ამას ყველაფერს. კიდე ის თავის ბანკები რო კეთილდღეობა გქონდეთ, ამით ფულს ყაჩაღურად მიაქვთ. ხო, მაგრამ მე 40 თეთრი ერთში ერთხელ ხო უნდა აიღონ, კაცო. ეგ როგორ შეიძლება? ვინ გითulis რამდენჯერ აიღებენ, ვინ შეამოწმებს? ეხლა მეორე საკითხი. აი ეს გიორგი პირველად მე ვიცი ისტორიიდან, რომ რის მოიშორა არაბები, კაცო და ამას არაბები ჩამოყავდა ასახლებენ. ეს რა ქვიან? მე ესეთი რამე მოვისმინე, რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ეს 6 მილიარდიო შემოაქვთო იმიტომ, რომ არაბები უნდა დაასახლონო. აი ასეთი რამე გავიგე თანაცვლოთო, რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ აბა ტყილა ხوار გადაიხდიან იმ ფულს, ხალბატონო, 6 მილიარდი ჰაერში კი არ არის. უნდა დასახლდნენ და თავისი ხალხს ჩამოიყვანებენ და იცხოვრებენ. გიორგი ფჭკინვალე ძლივს მოიშორა, ჩემზე კარგად იციან ისტორიები და მაგენი ვერ გავიგე, კაცო. მე კიდე რო შედება ამდენი კორპუსები, ამდენი ავარიული შენობები როა და ხალხს ეშინიათ და გვეშინია. ჩვენზე რატომ არ ფიქრობთ, ჩვენ მთავრობას მივმართავ? კაცო, რისის წიდება ჩვენ მთავრობა? თქვენ ფულს არ გადაიხდით, თქვენ ფულს ვერ გადაიხდით და რატო აგიშენებენ ეგერ ჩამოდიან ყივჩაღები, რა ვიცი ეს გადამთიელები და ფულს იხდიან და მოქალაქეობას აძლევენ და ყველაფერი ლგოტები აქვთ, ოღონდ თავიანთი აშენებული გაყიდონ და ყველაფერზე მიდიან, ხალბატონო. როგორ შეიძლება ქართველს არა აქვს ამდენი ფული, რომ ამდენი სახლი იყიდოს? ვაკეში ფეხს ვერ გადადგან, ვერაზე, იმაზე ლოდი და ქვაღორღია თელი საქართველოს ესე გახადეს, განსაკუთრებით ეს თბილისი და ზარია კიდე. გისმენთ. ისაუბრეთ, გისმენთ. გისმენთ. აი თიშადა. ხო და ეს პრობლემა რო დგას, თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს ბიუჯეტი თითქმის ივსება იმ გადმორიცხული ფულებით, რომელიც მონური შრომობით ჩვენი უახლოესი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ არიან, იქიდან გამოგზავნილი ფულებით ივსება ბიუჯეტი და ჰაერში პარავენ ამ ფულს, იმიტომ რომ დღეს ისეთი ინფლაცია დოლარი 1, 2 და 3 კი არ უნდა იყოს მინიმუმ 5 ან 7. ისეთი ინფლაცია თქვენ წარმოგიდგენიათ რა ფასებია, წამლებზე ნახეთ როგორი ფასებია, მედიცინის მომსახურებაზე, რა ვიცი და ვითო თითქოს კომუნისტში ცხოვრობთ, ისეთ იმას გვიქმნიან. ზარია, გისმენთ. ნახუილო. ალო, გისმენთ, ისაუბრეთ.
ახლა ჩვენ კიდევ უსმენთ იმას მეორე იმასა ისა წუწუნებდა იმასები რომ ფუძე იყიდება ისო სოციალისტური წყობილება ქონდა სტალინი იყო პირველი კაცი რომელსაც სოფლიოში პირველი სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო დაასრულა მერე იმპერია შექმნა მეორე მსოფლიო ომის სოციალურად სამართლიანი ის დაამხეს ის არ მოხდა კაპიტალისტურ წყობილებას გებასებოდა ხო კაპიტალისტურ წყობილებში გული ბატონობს გულია ნუინერვიულებს გული არ ხარკაცი გული ხარკაცი ახლა რაღაცა წუწულებს სტალინი მაცხერე დააქციეს ახლა ეს აღარ მოგწონს გასაგებია მადლობ ზარისთვის ნუინერვიულებს ვიცით გავიგეთ თქვენი პოზიცია მაგრამ სტალინი აღარა ცოცხალი და რა ვქნათ ეხლა ვერ დავაბრუნებთ ჩვენ იცით რა ნებისმიერ ხელისუფლებას რომელსაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს ესე არ მოაქცევდა ქვეყანას როგორც დღეს მიმდინარეობს ერთმანეთში ვითო კინკლაობენ ეს ნაცქოცური დაჯგუფებები და ვითო რაღაცას აკეთებენ მაგრამ ქვეყანა წინ ვერ მიდის არ შეიძლება ესეთი რაღაცების გაკეთება უკაცრავად ბიზნეს არც ჭკუა აკლია და არც გამოცდილება და არც ის რომ რა ვიცი ქართველია და ყველაფერი შეუძლია გააკეთოს რომ ქვეყანაში რაღაცა წინსვლა იყოს შეუძლია ამის გაკეთება მაგრამ რატო არ აკეთებს ეხლა კითხვა შეიძლება აქედან დაუსვათ მაგრამ ეთყობა რაღაცაშია პრობლემები შიგნით აქვს პრობლემები რომ ახლა როგორ შეიძლება იგნორირება გაუკეთო ისეთ ოპოზიციას როგორც თქვა ჩვენა ვართ ნამდვილ ოპოზიციას და ოპოზიცია დააყენო ეს ნაძირალა ნაცები რომელიც ქვეყნის დამაქცევრები არიან გისმენთ გამარჯობა ქრისტი აღსდგა ეშმარიტად დამთელობას ბედნიერებას და გაჯანსაღებულ და კარგ დაფინანსებულ ტელევიზიას გისურვებ. მადლობა გაიხარეთ. ეხლა რა უნდა გითხრა? ისე როცა ესე იყო ბატონებო რომ ჩემი უბანი სავსე იყო განელებით და შავშავით ინდოელებით და არაბებით და ესენი ცესიათებენ 1-1 არიან რა და ის 6 მილიარდი რო ჩამოიტა თქვენ გჯერავთ რომ ამას ეკონომიკას დაახარჯებენ. რო არ გჯერა, იმიტომ საუბრობთ ქალბატონო. მე არ ამჯერავს, იმიტომ რომ მე პენსიონერი ვარ და რავი, ტელეფონსის მღლიტავენ, გადასახადებისას მღლიტავენ. სიძვირია და რავი, ყველაფერად რა. მეორეც ეგეთი არაბები კი არა, ჩინელები კი არა, დედაღვთისმშობლის წილხვეც ქვეყანაზე ვერცერთი ვერანაირი უჯისო ხალხი ვერ გაამუსლიმანებს. ამ თავრობასაც რო უნდათ ესენი არის სისტემიდან გადავარდნილი ხალხი ამას მიღი პული მიეწით და ინდოელს კი არა და ერთი სიტყვით და ორი გაგებით რაცა თავით იცეკვენ ამათ თქონდა ესენი არ არიან ქართველები არც რუსები არაფერი არ არიან ესენი არის არ ვიცი უსისხლო უჯიგრო ხალხი არიან თანამ ესენი აქ არიან ჩვენ ვერ დავიხარეთ ეს ნაცკოცები როცა სწავლენ თუ სწავლენ თუ ჩვენ არ გაგვისტუმრეთ თუ არ გადაიყოლეს ეს ქვეყანა კი ბატონო თუ მთლიანად არ დაშალეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა თავისი ბრძოლით ხელისუფლებისთვის და სკამისთვის არ გადააყოლეს ეს ქვეყანა კარგი იქნება გონს უნდა მოიგონ არ არიან აი წეგან საუბრო იქაც არიან კაცო ნორმალური ხალხი ბევრს ვიცით ვინც არიან და უნდა ძლიონ თავის ნებას და მე არ ვიცი რაღაცა უნდა გააკეთონ ქვეყნისთვის. აი ირაკლი ეხლა წეგან ბატონი საუბრობდა და სტალინზე ქონდა რა საუბარი. კაცი რომელიც ამხელა იმპერიის შექმნელი თითქმის ნახევარი მსოფლიოს პატრონი იყო, ხო? კაცი როდა გარდაიცვალა ორი შინელი და ერთი კიტელი ეცვალა და ორი ცალი შინელი. აი ეს იყო მისი ქონება იყო ეს. იმიტომაც იყო საბჭოთა კავშირი ამხელა იმპერია. შვილებისთვის არაფერი დაუტოვებია და შვილი კარგად ცვალა გენერალ სიმუსზე. აი მაგაზეა საუბარი, ხო? აი ესეთი ხელისუფლება რო იყოს, რომელიც ხალხზე იზრუნებდა და არა საკუთარ თავზე, ეს ხელისუფლება, რომლებიც მოდიოდნენ და
არიან დღესაც ხო ისინი საკუთარ თავზე ზრუნავენ პირველ რიგში და მერე რაც დარჩება თუ დარჩა ის რაღაცა შეიძლება ხალხზე იყოს გადანაწილებული. შეიძლება ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში რომ აცხადებ რომ 156% უნდა გავზარდო ხელფასი. როდესაც პენსიონერებს 20 და 30 ლარი დაუმატეს პენსიონერებს რომელმაც ეს ქვეყანა ააშენა ამათ არაფერი არ გაუკეთებია ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს ეს ქვეყანა რა ესენი მეტროს გამყვანი იყვნენ რკინიგზის გზების თუ რისი გამკეთებლები არიან ერთი მეტრო ვერ ააშენეს ეკიდან ვაჟაფშაველადან უნივერსიტეტამდე 20 წელი დაჭირდა რისი გამკეთებლები სახლებს აშენებენ იმიტომ რომ მე ჯიბები გაისქელონ ვიზია ლაპარაკი რაღაცა დაიწყო მერიამ რომ კალაძემ კიდე რაღაცა რომ აი ხო ნუ ტოლვებს რაღაცებს დანარჩენი სადაა რა ფული იხარჯება ღმერთმა იცის ზარია გისმენთ ალო ისაუბრეთ ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად აღსდგა მრავალს და ეს არის თქვენ მართალი ბრძანეთ ბატონო ირაკლი რომ ჩვენ მთავრობას არაფრად არ მიაჩნია ხალხი თავისი ხალხი მე მგონი პირიქით მიაჩნია კი არა სულს კიდევაც არ მგონია რომ სულდეს მაგრამ შეუძლიათ რომ კარგიც გააკეთონ აქვთ ამის უნარი მაგრამ კარგი რომ ნდომებოდათ მაგარი აი ეხლა 13 წლის თავზე აღადგინეს ქართული ენის სწავლება უმაღლესებში ისო წინა ხელისუფლებამ ამოიღო ქართული ენაო და აი გუშინ მიიღეს თუ გუშინ წინ ეს კანონი რომ უნდა დაბრუნდეს 13 წელი უნდა და ამის ბიქ და ყველაფერს აკეთებენ მოჩვენებით ეხლა არჩევნები როა იმასთან დაკავშირებით თორე რა არის მოსაწონი აი ერთი მაინც აი თქვენ დავისახელეთ რა არის ის რომ ადამიანს ეს შეამოვნოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული ჩვენ რო პენსიები მოგვიმატეს ვითომ იცით ბატონო ირაკლი და ბატონო გიორგი ალბათ ჯობდა რომ ძველი პენსია დარჩენილიყო არ მოემატებინა კაპიკიდან ის დაჯვირებები აღარ მომხდარიყო იმის შემდეგ 5-7 ჯერ დაჯვირდა ყველაფერი ეს იგი ეს პენსიის ოდენობა უნდა იდეოლოგიური უნარიანობა ჩამოართვა ბიზნესები და უთხრა რომ იცხოვრონ 350 ლარზე აი როგორი ცხოვრები ინტერესო იქნება ძალიან მე ვფიქრობ რომ არაფერი არ არის საშველი იმის გარდა რომ თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლებაში თქვენ ნამდვილად გულით რომ გიყვართ ეს ქვეყანა და ეს ვერ მეპარება რომ ყველაფერს გააკეთებთ ისე როგორც საჭიროა ნეტა აი ეს არის ჩვენი ოცნება რომ მალე ახდეს აი ეს ოცნება და ეს ჩვენი სურვილები თქვენი აქტიურობა საჭირო ქალბატონო თქვენი აქტიურობა საზოგადოებამ უნდა გადაწყვეტოს ეხლა ზოგი გვეუბნება რომ აუ ხმა გვინდოდა მოგვეცათ მაგრამ აი შეგვეშინდა ნაციონალები არ მოვიდნენ და ისე ამუნათებენ ამ ხალხს რომ რაღაცა ბუას ამბავში ყავთ ეს ნაცები რომ აი მოვიდა როგორ გვასწავლდნენ გელი მოდის წყელს და მართლა მოვიდნენ დღეს ახლა იმ დღეს მე შემრცხვა ხალხო 9 აპრილს ხელისუფლება გავიდა ვერ გავიდა არა გავიდა და პანგურით გამოაგდეს და ერთი თვე ამის აპრავდანიას იღებდნენ რატო გამოაგდეს იმიტომ გამოაგდეს რომ თვითონ მოიყვანეს ესენი და დაისვეს თავზე და რაც თავარია ჩვენ დაგვასვეს თავზე ჩვენ ხალხს რომელსაც მე არ ვიცი როგორ შეიძლება ეგეთი არ ვიცი რა ზარია მოусმენთ გისმენთ ქრისტიანობა ჭეშმარიტად აღსდგა ძირფასო მეგობრებო რა აი გიყურებთ უკვე რამდენი ხანია და ერთი და იდეას ვლაპარაკობთ რა აი ხალხისთვის რა არის მითხარით რა ეს ლაპარაკი ცარიელ ლაპარაკი აღარაფერი არ გამოდის კაი ხალხეულები თუ გამოდი და თქვენი ისაკენი თუ ჩვენ უნდა ვქნა ჩვენ შემდგომელი თუ ვიღა სათარი ირმა რატო არ გამოდის როგორ არ გამოდის
და 5-10 დაგფრინდა ხოლმე. ამიტომ არ გამისცემია მე ასეთი მიტინგი. ბატონო ჩემო, იცით რა არის? საზოგადოება თუ არ არის მზად იმისთვის, რომ გამოვიდეს ქუჩაში და დადგეს, ჩვენ რა უნდა ვქნათ? კაი, გამოვალთ და დავდგებით. გამოვალთ და უნდა მოვუწყოთ, რა უნდა დავიშალოთ, ის კი არა, მარტო რომ გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ. უნდა ვაიძულოთ. არა, იძულებით არა, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ. ჩვენ ოპოზიცია, იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ეს ხელისუფლება, რას აკეთებს და რატო არ აკეთებს ხალხის სასარგებლოდ და ადამიანებმა უნდა გაიგოს ეს ყველაფერი და აი ხალხის განწყობა, აბა როგორ არის ჩვენ რა შეგვიძლია იარაღს ჩვენ არ ავიღებთ და არ დავიწყებთ კაცის ყვლას და საზოგადოება უნდა გამოვიდეს. რატო გამოდის ეს საზოგადოება იმისთვის რომ ვიღაცა არასამთავრობოს ფული არ გადაურიცხეს რომ ამისთვის იბრძვიან და იმისთვის რომ თქვენი კეთილდღეობა იყოს გაუმჯობესებული ამისთვის როგორ არ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში მე არ ვიცი არ უნდა თქვა თქვენი მოსაზრება ზარია გისმენთ ალო დიახ გისმენთ ისაუბრეთ ჩემო ძირფასებო დიახ ისტიარდგა ჭეშმარიტად აღსდგა 1954 წელს თბილისში შევხედე 11 სართულიანი სახლი ყველაზე მაღალი მეჩვენა. კი ბატონო. ეს ყველაზე მაღალია. დაახლოებით 10 წელია ვიძახი ქალაქს უნდა მთავარი არქიტექტორი. მაშინელება რაც ახლა თბილისში ხდება. არქიტექტორი კი პატრონი უნდა, პატრონი. პატრონი გავიგებ, თუ პირობითად ვლაპარაკობ. გავიგებ, ორი აზრი არ არის შეგვიძლია. მე 4 წელი გატარებული მაქვს ავღანეთში. ერთ-ერთ საპროექტო ორგანიზაციაში ვიყავი განყოფილების უფროსი. რომ შევიდოდი იყო ბაზარი რაღაც ატყდებოდა და მე დავიგებდი თურმე ერთ მონღოლეთში აქვს დამთავრებული, მეორე ჩინეთში, მესამეთი იქა, მეოთხე იქა, პაკისტანში იქა და იქა და მეჭკვიანი ვარ ეძახოდნენ. რომ შევეკითხებოდი ორჯილორი რამდენია? დო დარბედო ჩიარს 4 და სულ რაღაც აი დაახლოებით 10 წლის თქვი რომ ჩვენთან იწყება ორგანიზაცია თქო. აი რა გამოიწვია ხუთელი სკოლა, მწვანე სკოლა, ეს სკოლა, ის სკოლა, პროგრამები აირია. აი დღეს როიდან გამოსულები მეჭკვიანი ვარ, მეჭკვიანი სიძახი. გავიგეთ რა ხდება? ეს თემი დისპრაქტიკიდან ვაყარებ. ეხლა რა ხდება ამ ქალაქში? თბილისი არის საწამლავი. აი ყველა დააკვირდე, ყველა მაგლები კორპუსიდან გაზისმილებია გამოყოფილი. ამათ რეუნები 10 წელი შეიძლება რომ კოლექტიური საკვამლებელი გავაკეთოთ რომ მეზობელმა არ მოწამოს მეზობელი. აქეთ რა დღეშია ქალაქი. სიცხლის გათიფრება დაიწყება ნახეთ რა. აი მას ლაპარაკობ რომ ჯანმრთელობის გაიგოს ტიპული კაცი მე უნდა შევიდე და უთხრა. გახედით რა დღეშია ქალაქი ხალხო. როგორ მოვიცეთ? რასკამ ზემეგაზია მესწრება რა რეგისტრად ჯამჩელობას კარგად ყოფნა და მართალი ბრძანდებით ყველაფერი კარგად დაალაგეთ მაგრამ კიდე გავიმეორებ აქ არქიტექტორი და კონსტრუქტორი და მშენებელი არაფერ შუაში არა ჩვენ არ ყავს პატრონი ჩემო კარგო პატრონი რომელსაც ქვეყანა უყვარდეს ქალაქი უყვარდეს ხალხი უყვარდეს არ არიან ფულზეა გადასული ხალხო ფულის კეთებაზე არიან გადასულები გაცოფებული ფულის კეთება ხდება თელ სოფლიოში დაავადება ეგა შეხედეთ ტრამპი ფულის გულისთვის რეებს ჩალიჩობს რომ იქ რაღაცა აქ რაღაცა აქაც მოსწრებაზე არიან ფული იშონონ რა მნიშვნელობა აქვს ვინ დასახლდება აი მაშენებულ სახლში ზარია გავცეთ კიდე პასუხი გისმენთ ისაუბრეთ დიახ, გისმენთ. მე ჩვენ განაცხადებს ამას ყველას ეს ყველას უსმენ და მაინტერესებს საზოგადოების მერდის თქვენი წუწუნი რომ ხალხმა ჩვენ აცელებში ხმა არ მოგწევ გამიყავდეს ისო მე ის მიყვის ის არ მიყვის ის მე რადაც მოაგროვეთ რაც მოაგროვეთ თორსა ჩვენ გაყიდეთ თქვენი ხმები რაგირდა ეგ გაყიდული ხმები ხო არის? ხან არ გაყიდეთ ეს ხმები?
არა, ჩემო კარგო. ცდებით უფროსო, არაფერი ხმები არ გაგვიყიდია. კარგით, მადლობთ ზარისთვის, რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია გაქვთ ამ ასე ქვია ხმები გავყიდეთ, ხმებისთვის ვიბრძოდით და ჩვენ საზოგადოებას ჩვენ მომხრებს ჩვენი ხმებისთვის, აბარისთვის ვიბრძოდით, რა გავყიდეთ, სად გავყიდეთ. რა ღირს იქნება იცით ფასი რომ გავყიდეთ, რა სისულელია მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ეს კი არ გავყიდეთ, გააყალბეს და ასე ჩამოწერეს რომ ზარია გისმენთ გაყალბება მოხდა ნაცებსაც გაუყალბეს და ქოცებსაც თავისთავი გააყალბეს ოღონდ ნაცებს სამჯერ მეტი მისცეს ხმები ჩვენ ხარჯზე ვიდრე ეკუთვნოდათ როგორ შეიძლება ახლა იმას რა ქვია ბანკის რა ქვია ხაზარაძე 10% აიღო ემპედერასტემ 10% აიღო გახარია როგორ შეიძლება ხო ჩვენ ხარჯზე ჩვენ ჩამოგვაჭერს ეს ხმები და მისცეს მაგათ და კიდე უკმაყოფილოები არიან უფრო მეტი უნდათ და თვითონაც ერთი 300,000-ით მეტი ხმა აიღეს და უმრავლესობა მოიპოვეს აი ეს იყო თელი კომბინაცია ვერაფრით ვერ ვებრძვით იმიტომ რომ ყველაფერი მათ ხელშია და ისინი აკონტროლებენ და პოლიტიკური ბერკეტი არ როგორ გითხრა ასნიშნავ ხმა გავყიდ ხმის გაყიდვა მე მიმაჩნია სულის გაყიდვა და სულს ჩვენ არ გავყიდით სხვა ადამიანები ზარია გისმენთ გაითიშა მე მგონი. ნუ და ამიტომ როცა რაღაცას პრეტენზიას ამბობთ არ შეიძლება ესეთი რაღაცის თქმა რომ ჩვენ ხმები გავყიდეთ რისთვის გავყიდით რას ნიშნავს ხმის გაყიდვა აბსურდული საუბარი იყო და ეს არ არის მე მგონი არის სერიოზულადაც კი არ ღირს ამაზე საუბარი იცით რაშია საქმე მე ვფიქრობ რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა არ არის მზად რომ დიდი იფიქროს, გადაწყვიტოს ლოგიკურად, რომ ვის შეიძლება ხმა მივცე, რატო უნდა მივცე ხმა, ვისი გამკეთებელია, ხო არის ისტორია ადამიანების, რომ რა გაუკეთებიათ და რა მოღვაწეობა ჰქონდათ. ნუ რა ვიცი ახლა, თუ მე არ ვიცი ახლა ნუ როგორი უნდა იყო ადამიანი რომ ნაციონალებს ხმა მისცე? არა, ნუ წარმოუდგენელია ხო, არა მარტო ნაციონალებს, აი მე ვახშებ, ხო, აი როგორ უნდა მისცე ხმა? ვინ შეიძლება მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მე ვახშე ხაზარაძეს მისცეს ხმა და ხაზარაძემ წარმოუდგენელია, ნუ მაგრამ ესეთი სიტუაცია არის, რეალობა ესეთია ხო დღეს და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ყიდულობენ ამ ხმებს და ფულზე გაყიდული იგივეა ჩემოკარგებო რაც ქრისტეს გაუკეთა მისმა მოსწავლემ რომელმაც გაყიდა ქრისტე ეს იგივე გისმენთ ზარია გისმენთ ალო დიახ გისმენთ ისაუბრე გამარჯობათ ჩემოკარგო გამარჯობათ ერთად მიყვარხართ პატრიოტები საქართველოს და უფრო მეტი კონკრეტულ თემაზე ისაუბრეთ და თქვენი საქმე გააკეთე რომ მაგრები ხართ თქვენ ძალიან კარგი კაცი უფროსი და ქალბატონი და ყველა და ის რამე და გისურვოთ რომ უფრო მაგრები იყავით და კარგები იყავით თქვენ დაგიჯერებთ საქართველოს მოდიშით რომ არ გასწავლეთ არაფერს უთქვენოთ ჩვენ არაფერი არა ვართ ჩემოკარგო უთქვენოთ არ შეიძლება რომ რაღაცა გავაკეთოთ თქვენ ხართ ის ადამიანები ვისის შეკვეთაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ მარტო მესმის ჩემოგარდა და მოდით მოგეუბნებათ თქვენ უყვარხართ ხარ ჩამთელი სულის პასპორტი გაიხარეთ ღმერთი იყოს თქვენი ფარველი გაიხარეთ ბოდიშით ჩვენი დღევანდელი დრო იწურება გადაცემის კიდევ ერთხელ ქრისტე აღსდგა და მინდა რომ ეს მადლი სრულიად საქართველოს მართლმადიდებლურ სამყაროს ყველას მიეგოს სიკეთით, სიყვარულით და ღმერთი იყოს ჩვენი შემწე, ჩემოკარგებო, რომ შევძლოთ ერთად ყოფნა და ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ. ღმერთი იყოს თქვენი ფარველი.